ემიგრაციაში მყოფი ქართველები ხშირად აფიქსირებენ უკმაყოფილებას ქართული ოცნების მისამართი და იმის გამო რომ ისინი წერენ ამ მოსაზრებების პოსტებს Facebook-ში შეიძლება საერთოდ დაბლოკონ Facebook-ი, როგორც ვთქვათ, ეს ხდება რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში. ხედავთ ამ საფრთხეს? არაა გამორიცხული, მე ყველაფერს ხედავ, არაა გამორიცხული ასეთი რაღაცა მოუვიდათ აზრად, რომ ხალხი უნდა დაპატიმრდეს სიმართლის თქმისთვის, რაღაცა თავისი აზრის გამოხატვისთვის, იქ ტროტუარზე რატოდ გახარ, ამისთვის უნდა დააპატიმრონ ხალხი და რაღაცა. მე არაფერს არ ვრიცხავ. არ ვიცი, მაგრამ როდემდე გაგრძელდება იგი და ეს ხალხი როდემდე იქნება ასე წყნარად და შეხურე, მაგრამ დაიღალა ხალხი, იცით რა, ხალხიც მეწოდება, ხალხის მხარესაც ვიყურებ. რუსი რო იტყვის, ბესპალეზნა რო იტყვის, ხო, ისე დაიღალა ეს ხალხი და თქმასაც აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს? ეხლა ვთქვათ მე რომ თქვი რამე. ვინმემ გაიგონა შეცვლის რამე შერწყვება, გაწითლდება თუ რა აზრი აქვს. აი ამას არ აქვს აზრი. მაგრამ თანამოქალაქეები გაიგებენ, თქვენ ხო არიცით როგორი მოქმედებს სინდისი, მთავრობას უნდა კონდეს, მოსულ მთავრობას სინდისი, მას უნდა უყვარდეს თავისი ხალხი, თავისი ქვეყანა და უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ხალხს შეუქმნას. მე არ ვამბობ ახლა უცებ ვერ გაგვამდიდრებდა და რაღაცა ელემენტარული პენსია იქნებოდა თუ რაღაცა იქნებოდა. 14 წელი უკვე არიან ხელისუფლებაში. 14 წელია ტროტუარებზე იდგმება სახლები. ტროტუარებზე იყიდება ეს ბინები, მე არ ვიცი ვისთვის იყიდება. ადგილობრივ ხალხს მაგის საშუალება არ გააჩნია, რომ ან თქვათ ბინა შეიძინოს, ან რანაირად შეიძლება რომ გააკეთოს, როცა წამლის ფული არ აქვს ადამიანს. როცა აი შვილი ყავს, ავად, შვილი ყავს, ავად და ამას ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში 10%-იან ზრდაზე ლაპარაკობს. ნუ ახლა მაგი ალბათ კალაძეს აქ ჯიბეში ზრდა თუ არა, მე ზრდა არ დამინახია კანი ახლა. მე არ ვიცი ახლა. დამიჭირია ახლა კალაძე აგიგი თქვი სიმართლე და დამიჭირია. და დამიმტკიცე კიდევ რომ არაა ეს სიმართლე. ბათუმი ტუნელივით აქცეული, ბათუმელი ადამიანი ვარ და სად აი ვირთხარო შეძურება ისე გვიწევს შეძურომა ამ სახლებს შორის. მე მეტი ზრდა არაფერი ეკონომიური არ დამინახია, პირიქით გაიზარდა ფასები, პროდუქტების. მე ვერ გავიგი ახლა აქ რამე მე ტყუილი ვთქვი? არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება, ეს არის ჯალადობა მეტი არაფერი. მე 35 წელი ემიგრაციაში გავატარე. რამოდენიმე წელია ვარ დაბრუნებული და ალბათ უკან წავალ. მომავალ თაობას რა სიტყვებენ კაცო? კი, მათ ფულები მოკრივენ, დიდრად არიან, კარგად არიან, იქ წავლიან, აქ წამოვლიან, მაგრამ ცოდვა ხო არიან ეს ხალხი, მომავალი თაობა. всё, ჩემი მატარებელი ჩავლილია უკვე, ასე ვთქვათ. მაგრამ მომავალ თაობას რას უტოვებენ ეს ახალგაზრდები ხო ცოდოებია. თან ეს რეჟიმები ხშირად გავს ხოლმე ერთმანეთს, ხო, როგორც ვთქვათ, რუსეთში არ იცვლება ხელისუფლება, ისევ არ იცვლება ხელისუფლება ბელარუსში. ხო, ეს ახალ ძველი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ისევ დარჩა ეს მეთოდი, რომ ესე იგი მოსული მთავრობა უნდა იყოს 20 წელი, 25 წელი და ხედავთ ამ საფრთხეს, რომ ჩვენ შეიძლება გავხდეთ მანდაც ისევ რუსეთის გავლენის სფერო და რუსეთის მაგ საფრთხეს ხედავ არა, უკვე ვართ ჩვენ. ხედავ არა. ჩვენ უკვე ვართ რუსეთში, ნუ ჯერ თამაში მიდის იქეთ რუსეთში, აქეთ ამერიკასთან, აქეთ იმასთან და საბოლოოდ ნახავთ, მე მგონი მოგჭყიპავენ როგორც ჭიანჭველას გასრისავენ, ბოლოს ისე გაგვსრისავენ და დაისვენებს ყველა.